27 სექტემბერს წმინდა ეკლესია მაცხოვრის ცხოლმყოფელი და პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა მრევლი ძლევისა და გამარჯვების სიმბოლოს, ჯვრის პატივსაცემად და ასამაღლებლად. ყველა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წმინდა ლიტურგია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორე მაღალვინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრი მღვდელმთავრები, ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი მელქისედეკი, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი და გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი გრიგოლი. ჯვრის ამაღლების დღესასწაულის დადგინება უკავშირდება მე-4 საუკუნეში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენას, როცა ქრისტიანობაზე ახლად მოქცეულმა დედოფალმა ელენემ მაცხოვრის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეების მოძიება განიზრახა. გოლგოთის მთაზე დაფლულ სამ ჯვარს შორის ღვთისგანგებითა და სასწაულით მოხდა გამორჩევა ჩვენი მხსნელის, იესო ქრისტეს ცხოლმყოფელი ჯვრისა. იერუსალიმის პატრიარქმა მაკარიმ მსოფლიოს სიწმინდე ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილას ააბრძანა და იქ აამაღლა, რათა ყველასთვის გამხდარ იყო შესაძლებელი მისი ხილვა და თაყვანისცემა. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. დიდხარ შენუფალო და სახვირელ არიან საქმენი შენი. ვერავით არის ადამიანის გონება ვერ ახსნის იმ მოვლენებს, რომელიც ხდება ჩვენს გარშემო. ვერავით არის ადამიანი ვერ გაიგებს, სად არის, როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი. სიხარული და მწუხარება წყუბი ძმებივით ერთად არიან. ძველი ფილოსოფია, ინდოეთის ფილოსოფია ამბობს, რომ ой სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა. ой მწუხარებო, შენ საწყისი ხარ სიხარულისა. როდის იწყება სიხარული და როდის მთავრდება იგი, ან როდის იწყება მწუხარება და როდის მთავრდება იგი. ეს უფლის ნება და დღეს ორი თარიღია, ჯვართა მაღლება, დიდი სიხარულის და ზეიმის დღესასწაული და მწუხარება, როცა დაეცა სოხუმი, დაეცა აფხაზეთი. ჩვენ რა შეგვიძლია თქვა დღეს? უპირველეს ყოვლისა ჩვენ დღეს ლოცულობდით ყველასათვის, არა მარტო ქართველებისთვის, არამედ აფხაზებისთვის, ყველასათვის, ვინც დაეცა აფხაზეთის ომში. მე ბედნიერება მქონდა 11 წლის განმავლობაში ყოფილიყავი აფხაზეთში და როცა უყურებ წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს,
ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაზე მეტად გაჭირვებული დღეს ისევ აფხაზეთია. ჩვენ არ უნდა განვიკითხოთ ვინმე აფხაზებიდან. ეს არ იყო ომი ქართველებსა და აფხაზებს შორის. ქართველები და აფხაზები მსხვერპლი იყო და ჩვენ ამიტომ ლოცულობთ ორივესთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ დადგება ის დრო, როცა ერთი ძეგლი აშენდება აფხაზებისთვის და ქართველებისთვის, დაცემული აფხაზებისთვის და ქართველებისთვის. მე არ შემიძლია დღეს არ გავიხსენო ჟიული შარტავა, რომელიც მსხვერპლად შეეწირა იმ წინა დღეს ქუთათელ-გენათელმა მიტროპოლიტმა ხალისტრატე მინახულა იგი და სხვებმა და ჟიული შარტავას აუწევია მაღლა ხელები და უთქვამს, ღმერთო, ისევ მე დამსაჯე და საქართველო გადაარჩინეო. და მართლაც ეს მოხდა. ჟიული შარტავა არის უდიდესი პიროვნება, უდიდესი გმირი აფხაზეთის და მთლიანად საქართველოსი. მე მომივიდა უცნობი პიროვნებისაგან წერილი, არ იყო ის არც ქართველი და არც რუსი, ვიღაც უცხო ეტყობოდა წერილის სტილში. მე შემთხვევით ვესწრებოდიო იმ საშინელ დროს, როცა დახვრიტეს ჟიული შარტავა და მეო მინდა გითხრათო, რომ თქვენ უნდა ამაყობდეთო, რომ ასეთი გმირი შვილები ყავთო, როგორიც იყო ჟიული შარტავა. მე არ ვიცნობდიო მას და ვკითხეო იქ მყოფსაო და იმან მითხრა, ვინც იყო და ასანთის სკოლებზე ჩავიწერეო მისი სახელი და გვარიო. დღეს ჟიული შარტავა უკვე მკვიდრია სასუფეველისა და ის ლოცულობს საქართველოს მთლიანობისათვის, საქართველოს მშვიდობისათვის. ჯვარი უფლისა, ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც იცავს ადამიანს, იცავს ერს. და დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ
ძლიერებითა ჯვარისათა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ჯვარის ძალით გამთლიანო საქართველო ეს შემთხვევით არაფერი არ ხდება შემთხვევით არ არის ის რომ ეს მოხდა ჯვართა მაღლების დღეს ეს იმას ნიშნავს რომ ჯვარი უფლისა გადაარჩენს საქართველოს და ჯვარი უფლისა გამთლიანებს საქართველოს ეხლა ჩვენ შევასრულებთ პანაშვიდს და ლოცვებში მოიხსენებთ ქართველებს, აფხაზებს და სხვებს, რომელიც დაეცნენ ამ საშინელ ომში. მაგრამ სანამ დავიწყებთ, მე მინდა დავაჯილდო ორი სასულიერო პირი, რომელიც მოღვაწეობს ჯვრის უღელტეხილზე, ხდელ მონაზონი, მათე, ჯულაყიძე, დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით, დახვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს. ხდელ მონაზონი კახაბერი, გოგალაძე, დაჯილდოებულია ოქროს ჯვრით და აყვანილია იღუმენის ხარისხში. აქსიოს. ახლა ჩვენ გადავიხდით პანაშვიდს და მოიხსენებთ აფხაზეთში დასებულ ჩვენ სულიერ შვილებს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ჩვენი ერისთვის მტანჯველი თარიღი, სოხუმის დაცემა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, ასევე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები.